ორი კვირის წინ მეკმინა ძაღლმა ტერიტორიულად ეს მოხდა ბაზართან. ეხამდე ჩემმა მოყვანა ექიმთან დავიკეთე ბაცრებს და მინდა ესეთი რაღაცა ვთხოვო, რომ გააკეთონ თავშესაფარი, სადაც ეყოლებათ ეს ქუჩის ძაღლები, თუმცა არ მოკლან. 10 წლის მარიამის მსგავსად ფიქრობენ ადგილობრივებიც და ამბობენ, რომ უპატრონო ცხოველებისათვის თავშესაფარი ქალაქგარეთ უნდა აშენდეს და ქუჩები მიუსაფარი ძაღლებისაგან გაიწმინდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა ირწმუნება, რომ ადამიანები დიდი საშიშროების წინაშე დგანან. მათი თქმით, პრობლემა სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა მოაგვაროს. უპატრონო ძაღლების პრობლემა ძალიან გვაწუხებს მოსახლეობას. ქუჩაში უსაფრთხოდ ვეღარ გაგვივლია და ჩემი აზრით კარგი იქნება თუ თავშესაფრები გაიხსნება და რამე კანონი დაარეგულირებს ამ პრობლემას. ჩვენ სახლთანაც ძალიან ბევრი უპატრონო ძაღლები არის და ძალიან გვეშინია გარეთ გასვლა ამ ძაღლების გამო. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს აუცილებლად თავშესაფარი უნდა გაუკეთონ ძაღლებს. კი მესმის რომ ეხლა გაჭირვება რაღაცა, მაგრამ მაინც სულიერი არსებაა და როგორ შეიძლება მათი მოკლა. ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. აუცილებლად უნდა შეიქმნას უპატრონო ძაღლების თავშესაფარი, ან უნდა მოხდეს უპატრონო ძაღლების გაყვანა ქალაქიდან გარეთ. მეც ყოფილა შემთხვევა, ჩემთვისაც უკმენია ძაღლს და მიმიღია საკმაოდ მძიმე დაზიანება. ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ნოემბრისთვის მონაცემებით მუნიციპალიტეტში მოხეტიალე და ოჯახის ძაღლის მიერ 32 ადამიანია დაკბენილი. ცენტრის ექიმი პროფილაქტიკოსის თქმით, აქედან 9 მათგანი 15 წლამდე ასაკის ბავშვია. ყველა დაზარალებული მკურნალობას გადის და შესაბამისი აცრები უტარდებათ. კობა გრიგალაშვილი აღნიშნავს, რომ მათი მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია. რაც შეეხება ოჯახის ძაღლებს, რომელთაც ადამიანები დაკბინეს, ვეტერინარიული სამსახურის ზედამხედველობის ქვეშ 10 დღის განმავლობაში იმყოფებიან და შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. ექიმი მოსახლეობას მოუწოდებს, რომ დაკბენის შემთხვევაში დაზარალებულებმა სამედიცინო დაწესებულებას დაუყოვნებლივ მიმართონ, რადგან მოსალოდნელი გართულების თავიდან აცილების ძირითადი წინაპირობა ზომების დროული მიღებაა. რაიონის მოსახლეობას მინდა მოუწოდო დაკბენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მომართონ სამედიცინო დაწესებულებას. პირველ ეტაპზე დაიმუშავონ საპნიანი წყლით და ამის შემდეგ სასწრაფო წესით მომართონ დაუყოვნებლივ. არანაირ 24 საათზე აქ საუბარი არ აქვს. კიდევ ერთხელ შევახსენე მოსახლეობას, რომ ინსტრუქცია ითვალისწინებს დაუყოვნებლივ აცრების ჩატარებას. ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ბაზის გაუმართავობა ქვეყანაში ბევრ პრობლემას იწვევს. თეიმურაზ ციქორიძის თქმით, დღემდე უპატრონო ცხოველთა პოპულაციის მართვა არაჰუმანური მეთოდებით ხდება, რადგან მათი უფლებები კანონმდებლობით დაცული არ არის. ადგილობრივი იურისტები კი აღნიშნავენ, რომ ცხოველის მოკლა მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაშია შესაძლებელი. ცხოველთა თავშესაფრის გარეთ ცხოველის მოკლა მაწანწალე ძაღლების არის დაუშვებელი. არის განსაკუთრებული შემთხვევები, თუ რა შემთხვევაში ხდება მათი მოკლა. ეს არის ის შემთხვევები, როდესაც აშკარა ის საფრთხე და აგრესიულია ადამიანების მიმართ და აგრეთვე არის საფრთხე, რომ ადამიანებს დაემუქრონ შესაბამის ჯანმრთელობას ან სიცოცხლე შეექმნას საფრთხე. აგრეთვე თუ არსებობს იმ შემთხვევაში ვეტერინარის შესაბამის ვეტერინარის დასკვნა, რომ აღნიშნული ცხოველი ატარებს ადამიანისთვის დაავადებებს. კანონმდებლობა არ არის პირველ რიგში, ხდება როგორც ცოცხლსასროლი იარაღით, ასევე სხვა არახუმანური მეთოდებით უპატრონო ცხოველების განადგურება. ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მოხეტიალე ძაღლების პრობლემა რეალურად არსებობს, თუმცა საკითხის მოგვარება საკმაოდ რთულია. გიორგი კოპაძის თქმით, თავშესაფრის აშენება ქალაქის ბიუჯეტის საშუალებით ვერ მოხერხდება. მისივე მტკიცებით, საქმეში ცენტრალური ხელისუფლება უნდა ჩაერთოს და პრობლემის გადაჭრის გზები გამოინახოს. ეს არის ძალიან ძვირადღირებული პრობლემა, რომელიც ჯერჯერობით ჩვენ ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული. ალბათ თუ ცენტრი არ დაგვეხმარა ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს როგორც იცით, უნდა რაღაცა სპეციალური სამსახურია, რომელიც ძალიან ძვირად აფასებს თავის მომსახურებას და მიდის ამ ძაღლების კასტრაცია თუ რა ვიცი, რაც მიდის მათი თავშესაფრებში წაყვანა და ჩვენთან თავშესაფარი არ არის. იმიტომ რომ ეს ძალიან დიდი თანხები ჯდება და ჩვენ ბიუჯეტს ამ საშუალება არ აქვს.
ახალციხის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის 2014 წლის მონაცემებით ცხოველებმა 532 ადამიანი დაკბინეს. ცხოველთა კეთილდღეობის საერთაშორისო სტანდარტების შექმნას სახელმწიფოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაც ავალდებულებს. აღნიშნული მუხლის ამოქმედება 2020 წლისათვისაა დაგეგმილი. მოსამზადებელ სამუშაოებს კი ცხოველთა ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი აკვირდება.